ამგვარად აღსანიშნავია, რომ ჩვენ ქართველებს საკუთარი წელთაღრიცხვა გვაქვს. დრო ჟამის ათვლის ისეთი სისტემა, რომელიც ესე იგი დრო ჟამს ითვლის როგორც მზით, ისე მთვარით. საქმე ის არის, რომ არსებობს დროის ათვლის მთვარის კალენდარული სისტემა და დროის ათვლის მზის კალენდარული სისტემა. გააჩნია ესე იგი, რომ ეს ეძლევა პრიორიტეტი, როგორც ცნობილია უძველეს ხანაში მთვარის კალენდრით სარგებლობდნენ, იმიტომ რომ მთვარით დროის ათვლა ძალიან მარტივი იყო. მთვარის თვე სიდერული და სინოდური დამოკიდებულია აითვლება ესე იგი ამ სიდერული და სინოდური თვით დღეების სათვალავია ახალ მთვარიდან მომდევნო ახალ მთვარემდე. მზით ათვლა უფრო რთულია, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როდის შეიცვალა მთვარის კალენდარი მზის კალენდარით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეიძლება ვიამაყოთ იმით, რომ საქართველო წინა აზიაში არის პირველი და უძველესი ქვეყანა, რომელმაც ესე იგი მთვარი დროის ათვლას მთვარის კალენდრით თავი დაანება და დაიწყო დროის ათვლა მზის უძრავი კალენდრის მზის უძრავი წელიწადის კალენდარით. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს და ამდენად ძველი ეს დროის ათვლის მზის ქართული კალენდარი საფუძვლად დაედო ქართულ წელთაღრიცხვას. ქართული წელთაღრიცხვის საწყისი თარიღია ძველი წელთაღრიცხვის 540 წელი და ეს თარიღი წელთაღრიცხვის საერთოდ წელთაღრიცხვის უძველესი თარიღი არა კი ასე ძველად არ ანგარიშობდნენ, ესე იგი ერთი რომელიმე დროიდან დროს არ ანგარიშობდნენ, ანგარიშობდნენ ან რომელიმე დინასტიების მიხედვით, ან რომელიმე მეფის გამეფებით, ხოლო უწყვეტი მდინარები, დროჟამის უწყვეტი მდინარების წელთაღრიცხვა ასეთი არ არსებობდა 540 წლამდე და ეს საოცრება მოხდა საქართველოში, როდესაც დაიწყო მართლაც დროჟამის უწყვეტი ათვლა. ამდენად ქართულ წელთაღრიცხვას 2550 წლის არის ქართული წელთაღრიცხვა, უძველესი წელთაღრიცხვა კაცობრიობისა და მთავარი ის არის, რომ იგი უწყვეტია, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 540 წელი არის ქურუმთა ქართული წელთაღრიცხვა, რომელსაც აგრძელებს ფარნავაზ მეფის ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა, რომლის საწყისია ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი, ხოლო ეს თარიღი ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის თარიღი ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი საფუძვლად დაედო ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვას. ესე იგი ჩვენა გვაქვს პირველსავე სიტყვაზე მოვიდეთ, ჩვენა გვაქვს ქურუმთა ქართული წელთაღრიცხვა, ფარნავაზ მეფის ქართული წელთაღრიცხვა და ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვა. და ეს დროჟამის უწყვეტი მდინარება ეს არ წყდება და ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უძველესი ქვეყანა ვართ ამ წელთაღრიცხვის დროჟამის ათვლის წელთაღრიცხვის მიხედვითაც
და რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის საამაყო უნდა იყოს. ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ ზოგადად ქრისტიანულ წელთაღრიცხვას მოხდა ქრისტიანობის გაძლიერებასთან ერთად მოხდა ესე იგი დაიბადა აზრი რომ შექმნილიყო ერთიანი ქრისტიანული წელთაღრიცხვა და რომ ამას საფუძვლად დადებოდა ქრისტეს შობა. ახლა მართლაც ამ იდეამ გაიმარჯვა და კაცობრიობას შეიძლება ითქვას უკვე ერთიანი ქრისტიანული წელთაღრიცხვა. მაჰმადიანები თავისი მაჰმადიანური წელთაღრიცხვით სარგებლობენ, მაგრამ ფაქტიურად კაცობრიობაში გაიმარჯვა ამ ქრისტიანულმა წელთაღრიცხვამ, მაგრამ როდის შეიქმნა ეს ქართული მეთქი, როდის შეიქმნა ქრისტიანული წელთაღრიცხვა, ჯერჯერობით გამორკვეული არ არის. მიაჩნიათ, რომ ეს შექმნა რომის არქივის სიძველეთა დაცვის ცნობილმა პიროვნებამ დიონისემ მცირემ, რომელიც შეუდგა ქრისტიანული წელთაღრიცხვის შექმნას ახალი წელთაღრიცხვის 525 წელს და 532 წლიდან ქრისტეს შობიდან 532 წელი გახდა საფუძველი და გახდა ის თარიღი, რომლითაც ესე იგი დაწესდა ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ესე იგი რა მოხდა? ქრისტეს შობა არის 532 წლიანი ციკლის, ანუ ზის 28 წლიანი და თვარის 19-იანი ციკლის, ესე იგი ჯერადი რიცხვი 532 და აი დიონისე მცირემ, რა კი ქრისტეს შობიდან გავიდა 532 წელი, ანუ ერთი ქრონიკონული ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩვენ აგვაქვს, ერთი ქრონიკონული მოქცევა, აი ეს დაედო საფუძვლად ქრისტიანულ წელთაღრიცხვას. მაგრამ ეს ფაქტიურად არ არის სწორი, ესე იგი ისე გამოდის, რომ დიონისე მცირემ რომში შემოიღო ეს ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ფაქტიურად ეს ასე არ არის რა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს 532 ქრისტეს შობიდან 532 წელზე უფრო ადრე გვაქვს ქრისტიანული წელთაღრიცხვით დათარიღებული წარწერები. მაგალითად რომ ავიღოთ ჩვენ დმანისის ეგრეთ წოდებული ქვასვეტის წარწერა 300, რომელიც 329 წლით თარიღდება და ქრისტიანული წელთაღრიცხვით არის დათარიღებული. ესე იგი, წლების ათვლა იანგარიშება ქრისტეს შობიდან ან ქრისტეს მოსვლიდან. საქმე ის არის, რომ ქრისტიანულ წელთაღრიცხვას აქვს ეგრეთ წოდებული სხვადასხვა გამოსავალი წერტილები. ეს არის ეგრეთ წოდებული დასაბამისგანი, ანუ ადამიანიდან დასაბამისგან, ანუ ადამიანიდან წლების ათვლა. იგივე აი ამ 532 წლიანი ჟამეულის მეშვეობით. დასაბამისგანი შეიძლება სხვადასხვა ხალხს ძალიან მიღებული იყო, უფრო ხმარებაში იყო ესე იგი უძველესი დროიდანვე და წინ უსწრებდა წლების ათვლას ქრისტეს შობიდან. ჩვენ ქართველებს გვაქვს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული დასაბამისგანი, რომელიც ქრისტეს შობამდე 5604 წელს ანგარიშობს. ესე იგი არის
ქრისტიანული წელთაღრიცხვის ქართული თავისებურება, ქართული დასაბამიდგანი, ანუ ადამიანიდან ქრისტეს შობამდე გავიდა 5604 წელი. გარდა ამისა, რა კი ათვლა ხდება 532 წლიანი ჟამეულებით, აი ამ დასაბამიდგან, ანუ ადამიანიდან აითვლება 1532 წლიანი ჟამეული და ჩვენ მოვალთ რა არის ეს ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი, ანუ ქრისტეს შობამდე 284 წელს ფარნავაზ ქართველთა მეფემ შემოიღო ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა და შემოიღო ქართული ამბანი, ქართული წიგნობრობა. რა ირკვევა? ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ამოსავალი თარიღი ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვისა არის დასაბამიდგანი, მაგრამ ჩვენი ძველი ქართველებს მიაჩნიათ, ესენი არიან ახუშტი, ბაგრატიონი, თეიმურაზ, ბაგრატიონი, სულხან საბა, ორბელიანი და საერთოდ ქართული წარწერები მეტყველებენ იმაზე, რომ ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვის ამოსავალი თარიღია ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი. ესე იგი, ქრისტე იშვა ფარნავაზ მეფის ეროვნული წელთაღრიცხვის შემოღების 284 წელს. რამდენად, ხოლო შემდეგ ეს ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა 284 წელი ქრისტეს შობის პირველ წლად იქცა და ამდენად ამით საფუძველი, ესე იგი ქრისტიანული წელთაღრიცხვა აგრძელებს ფარნავაზ მეფის წელთაღრიცხვას და ჩვენ აგვაქვს ავითვალეთ რა 1532 წლიანი ციკლი დაიწყო მე-11 მოქცევა, მე-11-532 წლიანი ჟამეული. აი სწორედ ეს არის ქართული ქრონიკონული ათვლა. ესე იგი, ქრონიკონული ათვლა რას ნიშნავს? ათვლა ხდება დასაბამიდგან, მერე ათვლა ხდება ფარნავაზ მეფის ეროვნული წელთაღრიცხვა, ეს ურთიერთშესაბამისია, ესე გავიდა 1532 წლიანი ციკლი და ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს იწყება მე-11-532 წლიანი ციკლი. ნუ როცა ამბობენ მაგალითად ამ ასეთ ათვლას 284 წლიდან ფარნავაზ მეფის დროიდან ამას ქრისტეს მოსვლას უწოდებენ. მაგალითად ჩვენ გვაქვს თარიღიანი თხზულება ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი თარიღიანი ძეგლია ურწყინვალესი თხზულება მე-4 საუკუნისა თარიღიანია 342 წელს არის ეს თხზულება შექმნილი და დაწერილი. ახლა რას მეუბნება ეს თხზულება? ესე ენაი ქართული შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა დაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა და სასწაულად ესე აქვს 434 წელი უმეტეს სხვათა ენათა ქრისტეს მოსვლიდან ვიდრე დღესამდე. აი საქმე ის არის, რა იგულისხმება ქრისტეს რომელ 532 წლიან ციკლში მოდის ქრისტე დასრულდა 10-532 წლიანი ციკლი დასაბამიდან და მე-11-532 წლიანი ციკლიდან მე-11 მოქცევიდან
532 წლიანი მოქცევიდან იწყება ქრისტეს მოსვლის ჟამეული. ესე იგი ქრისტეს მოსვლის ჟამეული 532 წლიან მე-11 მოქცევას ნიშნავს. ამდენად აი ამ ძეგლში მითითებულია თარიღი, რომ ქრისტეს მე-11 532-იანი ციკლის დასრულების შემდეგ გავიდა 94 წელი, როდესაც აი ეს თხზულება იწერებაო. ახლა საქმერაშია ქრისტეს მოსვლის მე-11 მოქცევა 532 წლიანი მოქცევა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს, ესე იგი რომელიც ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის პირველი წელია. ის ამავე დროს არის ქრისტეს მოსვლის მე-11 მოქცევის დასაწყისი, რომელიც გრძელდება 522 წელს და დასრულდება ახალი წელთაღრიცხვის 248 წელს. აი ეს არის ესე იგი ქრისტეს მოსვლის, ესე იგი ქრისტეს მოსვლა, როცა იხმარება ეს ტერმინი ქრისტეს მოსვლა, იგულისხმება ქართული ეროვნული წელთაღრიცხვიდან ძველი წელთაღრიცხვის 204 შობამდე 284 წელი და ახალი წელთაღრიცხვის 258 წლამდე, აქედან და აქამდე 532 წელია. ამის შემდეგ და ეს არის ესე იგი მე-11 მოქცევის დასასრული, ხოლო მე-12 მოქცევა უკვე ეს არის ქრისტეს მოსვლის მოქცევა. და ესე ენაი ქართული შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. ესე იგი მეორედ მოსვლა იწყება მე-12 მოქცევა, იგი ახალი წელთაღრიცხვის 258 წელს დაიწყება და ესე იგი ძველი ქრისტიანული წამსით არსებობს ქრისტეს პირველი მოსვლა, მე-11 მოქცევა და ქრისტეს მეორედ მოსვლა უკვე მე-12 მოქცევა არის. ამდენად 284 წელი ძველი წელთაღრიცხვისა, ამავე დროს არის ფარნავაზ მეფის ეროვნული წელთაღრიცხვა პირველი წელია, ქრისტეს შობის თარიღი არის ქართულად 284 წელს იშვა ქრისტე. ეს არის ესე იგი ქრისტეს შობის ქართული წელთაღრიცხვის მიხედვით, აი ქრისტე იშვა ქართული წელთაღრიცხვის 284 წელს. ეს ასე იქნა გაგრძელებული ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა, ქრისტიანული წელთაღრიცხვა 284 წლის შემდეგ ქრისტეს შობის პირველი წელია და უკვე ქრისტეს შობიდან დაიწყო ათვლა. ახლა რაც შეეხება ამ 284 წელს, საქმე ის არის, რომ ქართველებმა ერთი ჭკვიანური საქმე გააკეთეს. არსებობს იმ დროს, როდესაც ვრცელდება ქრისტიანობა, რომის იმპერია არის ამ დროს, ესე იგი სათავეში ამ ქრისტიანობის გავრცელებისა, რომში ქრისტიანობა შემოიღეს 324 წელს, 2 წლის შემდეგ კი ქრისტიანობა შემოღებულ იქნა საქართველოში, ესე იგი რომის შემდეგ საქართველო ის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. რომაელებს ჰქონდათ თავისი წელთაღრიცხვა, ესე იგი პირობითი წელთაღრიცხვა იყო 753 წლით ქრისტეს შობამდე იყო დასაწყისი მათი წელთაღრიცხვისა და ქართველებმა აი ამ ქართულ ქრისტიანობის წელთაღრიცხვას შეავდეს ეს რომაული
შექმნეს რომაული ქრისტიანული წელთაღრიცხვა და საფუძვლად დაიდეს აი რომის დაარსების რომაული კალენდარი. აბურბე კონდიტა ასე ქვია ამ რომაულ წელთაღრიცხვას და იგი საბოლოოდ ძველი წელთაღრიცხვის პირველ წელს არის შემოღებული. საქმე ის არის, რომ თუ ქართული წელთაღრიცხვის ქრისტეს შობა მოდის 284 წელს, რომაული აბურბე კონდიტა, ანუ რომის დაარსების რომაული თარიღით ქრისტეს შობა მოდის 220 წელს რომაული წელთაღრიცხვისა. ესე იგი, აქ რა გამოდის, რომ ქართული ეროვნული ქართული წელთაღრიცხვის 284 წელი ქრისტეს შობის თარიღია, მუდრის ქართული მუდრის რომაულ 220 წელს. ეს ორივე აღნიშნავს, ესე იგი, რომაული წელთაღრიცხვის 220 წელი და ქართული ეროვნული 284 წელი არის პირველი წელი ქრისტეს შობისა. ესე იგი, აი ეს ორი რიცხვი მიუთითებს, საქმე ის არის, რომ ამ საოცრება ის არის, რომ ამას ქებაი და დიდება იცავენ. საოცარი ის არის, რომ 284 მართლა უდრის 220. რატომ? 220-ის გამყოფთა ჯამი უდრის 284, ხოლო 284-ის გამყოფთა ჯამი უდრის 220. ეს არის რიცხვთა მეგობრულ რიცხვთა პირველი, ესე იგი, სასწაული. საქმე ის არის, რომ ორი რიცხვის გამყოფთა ჯამი რომ მეორე რიცხვს უდრეს, ასეთი ძალიან ცოტა და ეს, ესე იგი, მათემატიკის დიდი ცოდნა არის საჭირო. ეს ტოლობა ჯერ კიდევ ბაბილონში იყო ცნობილი, საქართველოშიც რა თქმა უნდა ცნობილი. ამიტომ 284 და 220-მა ძალიან დიდი მნიშვნელობა მოიპოვა, რა კი რომაული წელთაღრიცხვის და ქართული წელთაღრიცხვის ტოლობა ამ ორ მეგობრულ რიცხვზე მიდის და ეს არის ქრისტიანული წელთაღრიცხვის სასწაული, რომელიც ქართველმა ქრუმებმა შექმნეს.